ჯეკ დელა მადალენა, UFC-ის ახალი ჩემპიონი 77 კილოგრამში და დღეს მე მას გაგაცნობთ და ვნახავთ მის ყველა ბრძოლას. სულ მალე ავსტრალიელი შეხვდება ისლამ მახაჩევს, სწორედ იმ დაღესტნელს, რომელმაც გაასწრო ილია თოფურიას დივიზიონიდან და ავიდა სწორედ რომ ჯეკთან. თოფურიას და მახაჩევის შეხვედრაზე დღემდე მიდის საუბრები. წარმოიდგინეთ, pound for pound-ის პირველი ნომერი და მეორე ნომერი აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გაარკვიონ, რომელი უფრო ძლიერი მებრძოლია. ამას გულშემატკივრები იძახიან. ასევე ბევრი გულშემატკივარი თulis, რომ ისლამ მახაჩევი ავა 77 კილოგრამში, სადაც მას ჯეკ დელა მადალენა დახვდება, გაანადგურებს მას და მერე ჩამოვა ან ილია ამოვა და შეხვდებიან ერთმანეთს. სინამდვილეში მთლად ესეთი ხელწამოსაკრავი მებრძოლი არ არის ჯეკ დელა მადალენა და დღეს მე ამას თქვენ დაგიმტკიცებთ. გაიცანეთ UFC-ის ბუღალტერი ჯეკ დელა მადალენა. ჯეკ დელა მადალენა დაიბადა 1996 წლის 10 სექტემბერს ავსტრალიაში ქალაქ პერთში. 6 წლიდან ის რაგბს თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენიც კი იყო. რაგბთან პარალელურად ის პრო-რესლინგით იყო გატაცებული, ხშირად ის ძმასთან ერთად სახლში რესლინგის ბრძოლებს დგამდა, რის მერეც გარშემო ყველაფერი განადგურებული იყო. GDM-ის წინაპრები იტალიიდან არიან ქალაქ მადალენადან. ჯეკის ბაბუა წინა საუკუნეში ავსტრალიაში გადმოვიდა საცხოვრებლად, რის მერეც დაიბადა ჩემპიონი. 14 წლის ასაკში მადალენა კრივის დარბაზში მივიდა ძმასთან ერთად იმისათვის, რომ საერთო ჯამში გამძლეობა მოემატა, რაც მას რაგბში გამოადგებოდა, მაგრამ ისე შეუყვარდა ეს სპორტის სახეობა, რომ დაანება თავი რაგბს და ძმასთან ერთად მთლიანად გადაეშვა კრივში. ჯეკის ძმაც ყოფილი MMA-ის მებრძოლია, თუმცა მან ადრე დაასრულა კარიერა და დღესდღეობით ის კარგი მწვრთნელია ამ სფეროში. და 2016 წელს მადალენა პირველად შედის ადგილობრივ პრომოუშენში ავსტრალიაში ოქტაგონში და ხვდება ალდი ბატეს. დაიმახსოვრეთ ეს სახელი ალდი ბატე, იმიტომ რომ მომავალში GDM-ი მას ძალიან უბედურ დღეში ჩააგდებს. მოკლედ თავისი სადებიუტო შეხვედრა მადალენამ მესამე რაუნდში ნოკაუტით წააგო, იმიტომ რომ მაშინ სერიოზულად არ უდგებოდა ვარჯიშებს და ათენებდა ოფისში მუშაობით. ორ თვეში ჯიუტი ჯეკი კიდევ უბრუნდება ოქტაგონს და კიდევ მარცხდება და მეთანხმებით არც თუ ისე შთამბეჭდავი დასაწყისი იყო. მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მადალენა გახდებოდა UFC-ის ჩემპიონი. ერთი სიტყვით ამ ორი მარცხის მერე ის ძალიან დაიგრუზა, დეპრესიაშიც კი ჩავარდა, მაგრამ აი მეომრის სული მაინც რას შვება, ის არ დაეცა, გააგრძელა ვარჯიში, ოღონდ ახლა უფრო სერიოზულად აიყვანა მწვრთნელი და სერიოზული ვარჯიშების შედეგად აი უკვე გავიდა 9 წელი და ჯეკ დელა მადალენას 9 წლის განმავლობაში არ წაუგია. 2016 წლიდან 2025 წლამდე მან 18 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და რაც თავარია, ამ 18 ზედიზედ ბრძოლიდან ძირითადად ყველაფერს იგებდა ნოკაუტებით. სანამ UFC-ში მოხვდებოდი, ოფისში ვმუშაობდი, ვაკონტროლებდი კომპანიების გადახდის უნარიანობას და ფინანსურ მდგომარეობას. სამსახურის მერე დარბაზში მივდიოდი სპარინგებზე, სადაც ბუნებრივია ბევრი მხვდებოდა და ამ დალურჯებებით მეორე დღეს ისე ოფისში მივდიოდი და თანამშრომლები გაკვირვებულები მიყურებდნენ. თან ყველა ერიდებოდა ჩემთან კონტაქტს. 2016 წლის 16 ოქტომბერს მადალენას ახალი ვერსია იდგა ოქტაგონში ბრენდ კოგლის წინააღმდეგ. ამ ორი მარცხის შემდეგ აღარავის ჯეროდა ჯეკის, მაგრამ მან პირველივე რაუნდში დააფინიშა თავისი მეტოქე და სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი დაუმარცხებელი 18 გამარჯვებიანი სერია. 2017 წლის აპრილის თვეში ჯეკი ხვდება ჰარი პოტერის ბიძაშვილს გლენ პედიგრიუს. აქაც მადალენა მაგარი დატენილი იყო და პირველივე რაუნდში გაანადგურა თავისი ოპონენტი, რითიც თავისი გამარჯვებები გაუთანაბრა დამარცხებებს. ამავე წლის ზაფხულში მადალენა ხვდება თაი დუნკანს, რომელიც იყო მოჭიდავე. ეს იყო ამ ორგანიზაციის სატიტულო ბრძოლა. დუნკანი მთელი პირველი რაუნდი ცდილობდა ჯეკის პარტერში გადაყვანას და იქ ბრძოლას, მაგრამ მადალენა კარგად იცავდა თავს როგორც თეიქდაუნებისგან, ასევე პარტერში. დაიწყო თუ არა მეორე რაუნდი, მადალენა ეგრევე თავს დაესხა თავის მეტოქეს და დარტყმების სეტყვით 20 წამში დააფინიშა ის, რითიც ამ პრომოუშენის კამარი მოიპოვა და გახდა ჩემპიონი. 2017 წლის 28 ოქტომბერს მადალენა ავსტრალიიდან ჩადის ლივერპულში, სადაც Cage Warriors ორგანიზაციაში ხვდება ჯეიმს დაკეტს. პირველი რაუნდი სპორტსმენებმა პარტერში გაატარეს, სადაც მადალენა ბევრად აქტიური იყო და ერთი პერიოდი რამის გაგუდა თავისი მეტოქე. ზოგადად ავსტრალიელი კარგი სტრაიკერია და დღესდღეობით ითვლება, რომ UFC-ში მას ერთ-ერთი საუკეთესო კრივი აქვს, რა თქმა უნდა ილია თოფურიას მერე. მაგრამ ამ შეხვედრაში ჯეკმა ყველას ანახა, რომ თუ საჭირო გახდა, არც ჭიდაობა არა მისთვის პრობლემა. მეორე რაუნდი ჯეკმა დაიწყო თავისი ზუსტი კომბინაციით სახეში. შემდეგ იყო ბრძოლა კლინჩი და ბოლოს მან გადაიყვანა დაკეტი მიწაზე, სადაც ჯერ კარგად ცემა და ბოლოს დაახრჩო, რითიც მოიპოვა თავისი რიგით მეოთხე გამარჯვება ფინიშით.
2018 წელი მადალენამ ტიტულის დაცვით დაიწყო ავსტრალიურ ორგანიზაციაში. ის 77 კილოგრამში შეხვდა ლუკ ჰოვარდს. პირველი რაუნდი ჯეკმა უპირობოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა. ის თავისი კრივით დომინირებდა და ასევე პარტერშიც კარგად მუშაობდა თავდაცვაზე. მეტიც, მან ამ რაუნდში კინაღამ დაახრჩო თავისი მეტოქე. როგორც კი მეორე რაუნდი დაიწყო, მადალენამ თავისი ოპონენტი ისე ბრუტალურად დაანოკაუტა, რომ საჯმა ძლივს მოასულიერა ჰოვარდი, რომელიც კაი ხანი უგონოდ იწვა. 2018 წლის 22 სექტემბერს მადალენა კიდევ იცავ თავის ტიტულს 딘 ბრამოსთან. ბრამოსი ავსტრალიელი მებრძოლი იყო, თან დაუმარცხებელი 4 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა, მაგრამ მადალენამ ის პირველივე რაუნდში დაშალა მარტივ მამრავლებლად და ორგანიზაციის ტიტული შეინარჩუნა. მადალენას მორიგი ტიტულის დაცვა 2019 წელს უნდა შემდგარიყო სარევანშო ბრძოლით გლენ პედიგრუსთან, მაგრამ ოპონენტი მოიხსნა ტურნირიდან ტრაუმის გამო და მის ნაცვლად ოქტაგონში ფრანგი კევინ ჯუსი გამოვიდა, რომელსაც კარიერაში 2 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ორივე მოგებული. ფრანგის საბრძოლო ბაზა იყო ძიუდო და ჯიუ-ჯიტსუ, თუმცა ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა მადალენას პირველი რაუნდი თავის სასარგებლოდ დაესრულებინა. დგომში ის ბევრად კარგი იყო, პარტერში კი რაუნდის ბოლოს თავის სასარგებლოდ აქტიურა და აკონტროლა ძიუდო სპორტის სტატი გონგამდე. მეორე რაუნდში ფრანგმა საერთოდ ვერაფერი გააკეთა. მადალენამ ის გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თითქმის მთლიანი რაუნდი ავსტრალიელი თავის მსხვერპლს ეჯდა ზემოდან და უმოწყალოდ წემდა. კევინმა ძლივს გაუძლო ამ რაუნდს და აი მესამე რაუნდში თავიდანვე თვითონვე მოითხოვა ექიმი. მას ისე ჰქონდა დაზიანებული თვალი, რომ ექიმმა გააჩერა შეხვედრა და ჯეკმა მორიგი გამარჯვება გაიფორმა და წარმატებულად დაიცვა ტიტული. 2020 წლის 10 სექტემბერს ჯეკი ხვდება ალდინ ბეიტს, სწორედ იმ მებრძოლს, რომელმაც მადალენას დებიუტი MMA-ში ჯოჯოხეთად აქცია. ეს შეხვედრაც სატიტულო იყო ამ ორგანიზაციაში, მაგრამ მადალენასთვის ეს პრინციპული ბრძოლა იყო, სადაც მას მაქსიმალურად ბრუტალურად ამ სარევანშო შეხვედრაში უნდა დაემტკიცებინა, რომ ის უკეთესია და ზუსტად ესეც მოხდა. მადალენამ 70 წამზე მოკლე ჰუკით ისე ბრუტალურად გათიშა თავისი ძველი მეტოქე, რომ ხელმძღვანელობამ ის ძლივს მოასულიერა. ჯეკმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი ტიტული და წავიდა საუბრები 24 წლის ავსტრალიელ მებრძოლზე, რომელიც ყველას ანოკაუტებს თავის გზაზე. 2020 წლის 29 სექტემბერს მადალენა თავის ბოლო შერკინებას მართავს ავსტრალიურ პრომოუშენში, სადაც ტიტულის დაცვით ხვდება გლენ პედიგრუსს. ჯეკმა ის მეორე რაუნდის დასაწყისშივე დაანოკაუტა და გაიფორმა მე-9 ზედიზედ გამარჯვება, თან 9-ვე გამარჯვება მან დროზე ადრე ფინიშით მოიპოვა. ასეთი რეზუმეათი რა თქმა უნდა UFC დიდი სიამოვნებით მიიღებდა პერსპექტიულ ავსტრალიელს და ესეც მოხდა. და აი ასე ჯეკ დელა მადალენა მოხდა დანა ვაით კონტენდერ სერიაში და ამ ბრძოლაში რომ მოიგო, ის უკვე გარანტირებულად იჩხუბებდა UFC-ში. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავსტრალიელი დაუმარცხებელი იყო, ფურცელზე არ არის ესე, მაგრამ თვითონ ნიჩქარა მაშინ ახალ ბედა იყო, საერთოდ ჩხუბის აზრზე არ იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მართლა დაუმარცხებელია. მადალენას მეტოქეს კიდევ კონტენდერ სერიაში 8 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 7 ბრძოლა მან მოიგო და ძირითადად ადამიანებს ის თიშავდა და ანოკაუტებდა. ეს 3 რაუნდიანი შეხვედრა იყო. მადალენა ძირითადად სტრაიკერია, როგორც მისი მეტოქე ანჟელოსო. შესაბამისად ამ შეხვედრაში ყველა ელოდა სანახაობრივ ბრძოლას დგომში და ასეც მოხდა. მებრძოლებმა 3-ვე რაუნდი უმოწყალოდ იჩხუბეს, მაგრამ ავსტრალიელი ბევრად უკეთესი იყო. მან თავისი კრივით ბოლო რაუნდში მთლიანად შეღება სისხლში თავისი კონგოელი მეტოქის სახე და დიდი უპირატესობით 3-ვე რაუნდში გაიმარჯვა. ჯეკმა ისე კარგად გამოავლინა თავისი თავი, რომ დანა ვაითის სიხარულისგან მას ტაშს უკრავდა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა: ჯეკ დელა მადალენა UFC-ში გააგრძელებდა თავის კარიერას. და აი ასე 25 წლის ასაკში GDM ხვდება UFC-ში. პირველი ბრძოლა სხვა ადამიანთან უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ჩაეხსნა ბრძოლიდან და UFC მას ახვედრებს თავისნაირ დებიუტანტს პიტ როდრიგესს. როდრიგესს სულ 4 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული პროფესიონალებში და 4-ვე მოიგო, მაგრამ რაც მთავარია, 4-ვე ბრძოლა მან პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა თავისი მეტოქე და ჩათვალეთ, რომ ძალიან სერიოზული ოპოზიცია დაახვედრეს GDM-ს თავის პირველ ბრძოლაში UFC-ში. ჯეკმა ბრძოლა თავიდანვე შედარებით აქტიურად დაიწყო. ის ძალიან კარგად მუშაობდა ჯებებით, რის ხარჯზეც პირველივე წუთზე გაუსისხლიანა მეტოქეს სახე. მესამე წუთზე მადალენამ თავის მარცხენა პირდაპირი დარტყმით დაანოკდაუნა როდრიგესი და მალევე დააფინიშა ის მიწაზე, რითიც მოიპოვა გამარჯვება და $40,000 ბონუსად.
ამ დღემდე GDM-ი თან ვარჯიშობდა, თან მუშაობდა ოფისში და აი ეს ბონუსი რომ მიიღო, მიხვდა, რომ უფრო მაგარი მაყუთის აგდება შეიძლება UFC-ში და დაანება მუშაობას თავი, დაიწყეს სერიოზულად ვარჯიში და 2022 წელს UFC მას ახვედრებს სერიოზულ დაღესტნელ მებრძოლს რამაზან ემეევს. ემეევი იყო ძალიან მაგარი მოჭიდავე, ემერთის პრომოუშენში 5 ჯერ გახდა ჩემპიონი ემერთის პრომოუშენის და UFC-ში თუ არ ვცდები 7 ბრძოლიდან 5 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. პირველი ერთი წუთი მებრძოლები დისტანციიდან ზვერავდნენ ერთმანეთს და აი მეორე წუთიდან დაღესტნელმა დაიწყო ტრადიციული ჭიდაობა. ემეევმა მოახერხა ავსტრალიელის დაჭერა ძალიან საშიშ მახრჩობელაზე, სადაც რამოდენიმე წამი კარგად აკონტროლებდა. მაგრამ მადალენამ გაქცევა მოახერხა და კონტრზე მუხლი გაუტარა სახეში. შეხვედრა დაუბრუნდა ვერტიკალურ მდგომარეობას, ჯეკმა მალევე თავისი დარტყმების კომბინაციით დაანოკაუტა დაღესტნელი, მოიპოვა თავის კარიერაში მე-12 ზედიზედ გამარჯვება და მორიგი ბონუსი ორგანიზაციისგან. ამავე წელს ჯეკის შემდეგი მეტოქე იყო დენი რობერტსი. რეკორდი 18 გამარჯვება და 6 მარცხი. ბრძოლის მომენტისთვის არც ერთი სპორტსმენი არ იყო ტოპ 15-შიც. მადალენამ თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში დაშალა ნაწილებად, ეს იყო უმაგრესი ფინიში, რის მერეც ავსტრალიელმა მოითხოვა ცოტა სერიოზული მეტოქეები, რომლებიც მინიმუმ ტოპ 15-ში არიან. 2023 წლის 12 თებერვალს ჯეკი ხვდება რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფ რენდი ბრაუნს. ეს ორთაბრძოლა მადალენასთვის ორჯერ მნიშვნელოვანი იყო, რადგან შეხვედრა ტარდებოდა ავსტრალიაში თავის მშობლიურ ქალაქში. მაგ მომენტისათვის ბრაუნის რეკორდი იყო 16 გამარჯვება და 4 მარცხი. ის 77 კილოგრამში ყველაზე მაღალი მებრძოლი იყო და ითვლებოდა ძალიან საშიშ სტრაიკერად. მეტოქის გაბარიტების მიუხედავად, მადალენამ მაინც შეძლო დისტანციის შემცირება და უძლიერესი დარტყმით ოპონენტის წაქცევა. რის მერეც ჯერ პარტერში ბრუტალურად დაუშვა და მალევე ზურგიდან მოექცა, საიდანაც შეძლო მისი დახრჩობა თავისი ფანების თვალწინ მშობლიურ ქალაქში. მოკლედ თქვენ თვითონ ნახეთ რა ფინიშებით შევარდა GDM UFC-ში და უკვე ითვლებოდა სერიოზულ პროსპექტად და UFC მას შონ ბრედის ახვედრებს, მაგრამ რამოდენიმე დღით ადრე ბრედის რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ბრძოლაზე გამოდის არც თუ ისე ცნობილი პალესტინელი მებრძოლი. 5 დღით ადრე შეატყობინეს ამ პალესტინელ მებრძოლს და ის მაინც უარი არ ათქვა და შევარდა ოქტაგონში. როგორც ჯეკი, ასევე ყველანი მის გარშემო თვლიდნენ, რომ აი GDM-ი ამ პალესტინელს ძალიან ადვილად გაივლის და გაიმარჯვებს, მაგრამ სწორედ რომ ეს პალესტინელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა GDM-ის კარიერაში. ბასილ ჰავესმა ეს ბრძოლა 5 დღით ადრე მიიღო. მისი რეკორდი პროფესიონალებში იყო 8 გამარჯვება, 3 მარცხი და 1 ფრე. ის ძალიან კარგი მოჭიდავე იყო, რომელიც პარტერში კარგად მუშაობდა. ეს შეხვედრა 3 სრულ რაუნდს გრძელდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პალესტინელი პარტერში კარგად მუშაობდა და საერთო ჯამში 6 წუთზე მეტხანს აკონტროლებდა ავსტრალიელს. რაც შეეხება აქცენტირებულ დარტყმებს, აქ უკვე მადალენა უკეთესი იყო. შეხვედრა იმდენად თანაბარი იყო, რომ საჯებიც კი გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება ჯეკს მისცეს. ბრძოლის შემდეგ მადალენა იტყვის, რომ ეს იყო ყველაზე რთული შერკინება მის კარიერაში. ბასილ ჰავესმა კი თქვა, რომ მან ეს შეხვედრა მოიგო. ამ გაყოფილი გადაწყვეტილების მერე მადალენა ხვდება კევინ ჰოლანდს და აი მართლა არ ვიცი მოილაპარაკეს ამ ბიჭებმა თუ რა ქნეს. ეს ბრძოლა იყო ძალიან ფრთხილი, ძალიან პასიური, გარშემო ტრიბუნები ინგრეოდა, უკმაყოფილო იყო სულ ყველა, მაგრამ როგორც შედეგი მადალენამ ეს ბრძოლაც მოიგო, ოღონდ ისევ გაყოფილი გადაწყვეტილებით. და აი 2024 წელს მადალენა ხვდება გილბერტ ბერნს, ბრაზილიელ მებრძოლს, ვეტერანს, უმაგრესი მებრძოლი არის ეს ტიპი, იმიტომ რომ ხამზად ჩიმაევთან როცა იჩხუბა, აი ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და აი გაუძნელდა ხამზად ჩიმაევს მასთან ბრძოლა და საერთო ჯამში საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა გილბერტ ბერნსი. პირველი 2 რაუნდი იყო თანაბარი. შეიძლება ითქვას, რომ ბერნსი მცირედით უკეთესი იყო თავისი პრესინგით, კლინჩით და პარტერში მუშაობით. თუმცა არც ჯეკი ჩამოუვარდებოდა მას და არ უშვებდა შანსებს, უტევდა ბრაზილიელს ყოველთვის, როდესაც მას ამის საშუალება ეძლეოდა. და იმ მესამე რაუნდში ჯეკი უფრო გამოცოცხლდა და ეფექტურად შეუტია ბერნსს. ეს იმდენად ეფექტური თავდასხმა იყო, რომ ბრაზილიელი მას კლინჩი ჩაეხუტა, საიდანაც შეძლო ბრძოლის პარტერში გადაყვანა და ავსტრალიელის დაჭერა მახრჩობელაზე. თუმცა მადალენა ახერხებს ადგომას და მუხლით სახეში ბრაზილielis წაქცევას. რის მერეც ბრუტალურად გრანდ ენდ პაუნდით ის მას აფინიშებს და იფორმებს მორიგ გამარჯვებას და რა თქმა უნდა ბონუსს.
ამ გამარჯვებით ჯეკი იკავებს რეიტინგში მეხუთე ადგილს და ამასობაში ბილალი ხდება 77 კილოგრამში ჩემპიონი, UFC-ის ჩემპიონი, სადაც ლეონ ედვარდს მოუგო ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით და აი UFC ბილალს აძლევს ტიტულის დაცვაზე შავკატ რახმონოვს. სხვათა შორის შავკატი ძალიან სერიოზული მებრძოლია, რომელმაც თავის კარიერაში პროფესიონალებში 19 ბრძოლა ჩაატარა და 19-ვე მოიგო. მას წაგება არ უნახია, ის დაუმარცხებელია და აი ბილალს და შავკატს შორის რო ყოფილიყო ბრძოლა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რახმონოვი მას დაშლიდა ნამდვილად ძლებში და ვერ შედგა ეს ბრძოლა, იმიტომ რომ რახმონოვს რაღაც ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდა, რაღაცა მუხლი დაიზიანა, ოპერაცია ჭირდებოდა და ეს შეხვედრა შესთავაზეს ჩვენი გადაცემის გმირს და GDM-ი რა თქმა უნდა ესეთ რაღაცაზე უარს არ იტყოდა. ეს ბრძოლა სულ ახლახანს შედგა და მოკლედ რომ ვთქვათ, მსაჯების გადაწყვეტილებით GDM-მა მოუგო ბილალს ეს ბრძოლა და გახდა ახალი UFC-ის ჩემპიონი. ბრძოლის უმეტესი დრო ეს 5-ვე რაუნდი მებრძოლებმა გაატარეს ძირითადად ჩეხაობით დგომში, სადაც მადალენა აი ბევრად უფრო მაგარი იყო და რა ვიცი ბილალის სახე წაშლილი იყო, ტუჩი გახეული, თვალთან გახეული, მოკლედ მაგარი დაღეჭილი და ნაცემი იყო. არც მადალენა იყო მთლად საამაყო მდგომარეობაში, მაგრამ აი ბევრად აჯობათ სტრაიკინგში და მოიგო ეს შეხვედრა. ამ ბრძოლის მერე ბევრმა თქვა რომ ბილალმა სპეციალურად წააგო ეს ბრძოლა და არ ჭიდაობდა იმისათვის რომ ეჩეხავა და წაეგო, იმიტომ რომ ისლამ მახაჩევს უნდა დაეტოვებინა 70 კილოგრამი დივიზიონი და მას გაუნთავისუფლა ადგილი. ბევრი კიდე თვლის რომ ფიზიკურად მადალენამ არ მისცა ბილალს ჭიდაობის უფლება და ის მოხდა რაც მოხდა. და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, დაწერეთ კომენტარებში. მაგრამ ფაქტია რომ მადალენა უდაოდ ძალიან სერიოზული მებრძოლია და სულ მალე ის თავის ტიტულს დაიცავს ისლამ მახაჩევთან და ძალიან საინტერესო იქნება რა მოხდება ამ ბრძოლაში. ამ ბრძოლას ძალიან მაგრად ველოდები, თან ქართველებისთვის საინტერესოა ისლამ მახაჩევი რას გააკეთებს, მაგრამ ამ დივიზიონში არსებობს კიდევ ერთი ძალიან მაგარი მონსტრი, რომელიც წეგან ვახსენე, შავკატ რახმონოვი, ხამზად ჩიმაევით გავს ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ესაც დაუმარცხებელია და ტიტულზე ჯერ ბრძოლა არ ქონიათ ჩატარებული და აი რომ გამოჩნდება სცენაზე რახმონოვი ამ დივიზიონში ძალიან საინტერესოა რა მოხდება, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მოკლედ მე ამით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება, დროებით.